ივანიშვილის პარტიის მორიგი რეპრესიული კანონები ქართული ოცნება ცვლილებებს აანონსებს, რომლითაც მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე. ჩნდება პატიმრობის რისკი. ცვლილებები ითვალისწინებს გარე ლობიზმის კრიმინალიზაციასაც. პარტიის წევრობა ეკრძალებათ უცხოეთის აგენტად მიჩნეულ ორგანიზაციაში დასაქმებულებს. სანქციები წესდება კომპანიებისთვის საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე. გრანტების შესახებ კანონის მიღება იმ რეალობამ განაპირობა, რაც შექმნის. ჩვენმა ოპონენტებმა თავისი საზღვარგარეთელი მხარდამჭერების მეოხებით. უშუალებელი თანხები შემოდიოდა და ეს ხმარდებოდა საქართველოში ცეცხლის დანთებას. დღეს კიდევ გამოგვიცხადეს ოფიციალური ტრიბუნიდან, რომ თუ კი კანონი მოითხოვს გამჭვირვალობას, არც მეტი, არც ნაკლები მათ უნდა მოძებნონ სხვადასხვა ხვრელები, რათა ეს თანხა შემოიტანონ და მიაწოდონ სწორედ ამ რევოლუციური პროცესების გასაგრძელებლად. გასაკვირველი ამას გარკვეული კანონი უნდა დაუპირისპირდეს. ბოროტად იყო გამოყენებული ის, ასე ვთქვათ, ვიწრო წრე, რომელიც გამჭვირვალობის კანონმა დაფარა, გრანტების კანონმა. და მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ მუხარები, მათ შორის ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლებისგან, რომ ისინი იპოვიან შემოვლით გზებს, როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს და როგორ დააფინანსონ თავიანთი დასაყრდენი აგენტურა. ამიტომ, როდესაც ესეთ მოცემულობას ხედავ, რა თქმა უნდა, ობიექტური ვალდებულება გაქვს, რომ ყველა ესეთი შემთხვევა აღმოფხვრა და ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ იქნება განხილული და იმედი მაქვს, რომ მიღებული, სწორედ ასეთ შემთხვევებს გამორიცხავს. გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობას. სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლს, რაც ფულის გათეთრებას ითვალისწინებს, ემატება დამამძიმებელი გარემოება. ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს 9-დან 12 წლამდე პატიმრობას. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. თუ კომპანია ახორციელებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, დაეკისრება სანქცია. მას აუდიტის სამსახური ჯერ 20,000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 40,000 ლარით დააჯარიმებს. ყველა მეწარმეს ეგზალება პოლიტიკაში მონაწილეობა და ქართული ოცნების გაკრიტიკება, ყველა ფიზიკურ პირს ეგზალება ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც მოხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ქართული ოცნების კრიტიკას და მათზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას, ეს რეალურად არის რაღაც ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი რაღაც კანონების შემუშავება. ეს საერთო ჯამში ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რაც ივანიშვილს აქვს. ანუ პროტესტი და უკმაყოფილება მის მიმართ არ გაქრება. ეს კანონები 2012 წელს რომ მიიღო მაშინდელ ხელისუფლებას, ამ კანონების თანახმად არც ივანიშვილს, არც ყობახიძეს, არც კალაძეს, არც პაპუაშვილს და არც პარლამენტარების ნახევარს, ზუსტად ვინც დღეს ყავს ქართულ ოცნებას პარლამენტში, არ ექნებოდა პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. იმიტომ რომ ეს კანონი ზუსტად ამას ითვალისწინებს, რომ ბიზნესმენს, არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავეს, მეწარმეს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი რეპრესიული კანონის მიზანი არის საბოლოოდ აღმოიფხვა საქართველოში განსხვავებული აზრი, ყველა ბიზნესმენი, ყველა მეწარმე იყოს შეშინებული და არ გაბედოს პოლიტიკაზე ხმის ამოღება, მათ შორის არ არსებობს დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები არც ერთი ორგანიზაციისთვის. ივანიშვილს უნდა ამ ქვეყნის დაკეტვა და თავისუფალი საზოგადოების მოსპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი დარწმუნებული არ შეეგუება მონურ საზოგადოებად ქცევას და ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი წინაპრების მონაპოვარს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და იმ მათ შორის რა თქმა უნდა თავისუფალი საზოგადოების შეხედულებას გავაგრძელებთ, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე 10 წუთი დაიწყო ქართულმა ხალხმა. იცვლება პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით, თუ კი ადამიანი დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება აგენტურულად მიიჩნევს, მას პარტიის წევრობა აეკრძალება. ასევე ტერმინი გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ჩანაცვლდება ტერმინით გაცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე და ის შეზღუდვები, რაც პარტიებს აქვთ, ამ სუბიექტებზეც გავრცელდება. მსგავსი აბსურდი მანამდეც არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ხშირად გვაკვირვებს ხოლმე ასეთი სიახლეებით, არის ყველაფერი გაგრძელება იმ დრაკონული კანონების, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა პარტიამ ძლიერმა საქართველოს ლელომ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც შეეხებოდა ინდივიდებისათვის პერსონალური პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ახალი რეპრესიული კანონმდებლობაც გავასაჩივროთ, როგორც ეროვნულ დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის იმედიც არ გვაქვს, მაგრამ ვებრძოლოთ საბჭოთა ხელისუფლების მემკვიდრე ქართული ოცნების აი ამ ცდილობებს საერთაშორისო სასამართლოს დონეზეც. 21 საუკუნეში საქართველოში საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ნებისმიერი ტიპის განსხვავებული აზრი უნდა მოგუდოს პირდაპირ ვთქვათ და ჩაახშოს
ოცნებამ, რომელიც უკვე კი აღარ მიდის, ასე ვთქვათ, ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებისკენ, არამედ არის უკვე შემდგარი ავტოკრატია და ცხოვრობს შიშებით, რომ აი ხვალ ვიღაცამ არ ვიცი, რაღაც 100 евро არ მიიღოს იმისთვის, რომ საპროტესტო პლაკატი დაბეჭდოს და ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს ოცნების არაკანონიერი ქმედებები. კიდევ ვიმეორებ, ერთადერთი შეფასება ამას შეიძლება მიეცეს, რომ ეს არის შიში, არაადეკვატურობა და საერთოდ თუ ვინმე ამ ქვეყანაში არის ასაგრძალე და თუ ვინმე ამ ქვეყანაში არის უსამშობლო, ეს პირველ რიგში არის ოცნება. გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქართული ოცნების პარლამენტში ინიცირებულია და განსახილველად კომიტეტებს უკვე გადაეცა.